პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა რამდენიმე წუთის წინ თავისი ტრადიციული ბრიფინგი დაასრულა. მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია გააცნო. რა თემებზე ისაუბრა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა? ირაკლი მაისურაძე დეტალებით. გასული კვირის მთავარი მოვლენები და მოსალოდნელი პოლიტიკური შეხვედრები. რა თქმა უნდა, გასული კვირის მთავარი მოვლენა იყო გაეროს ასამბლეაზე 66-ე სესიაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ზოგადი მონაცემებით მიხეილ სააკაშვილის მიერ გამართული 50 შეხვედრიდან თანაბრად ნაწილდება პოლიტიკური დატვირთვის შეხვედრებზე და იყო შეხვედრები საინვესტიციო ეკონომიკური ხასიათისა. პრეზიდენტის ამერიკული ვიზიტი დადებითად შეფასდა, მაგრამ მთავარი აქცენტი უკვე მომავალი კვირის განმავლობაში ვარშავის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე კეთდება, სადაც ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ბევრი დადებითი საკითხი შეიძლება გადაწყდეს. ვიზიტი პოლონეთში, რომელიც როგორც ვითხარით, ხვალიდან იწყება, პრეზიდენტი საკმაოდ საინტერესო მნიშვნელოვან ფორუმს დაესწრება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, რომელსაც უკვე ვარშავა მასპინძლობს. სამიტში აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო ლიდერებთან ერთად ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს რამდენიმე ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ურთიერთობების გაღრმავებას. კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სავაჭრო ეკონომიკური საკითხების შემდგომ განვითარებას. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე მიღწეული იქნება შეთანხმება და იყოს მოლაპარაკება თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების თაობაზე. რაც საშუალებას მისცემს ქართულ ბიზნესს კიდევ უფრო ფართოდ გაიხსნას კარი ევროპულ ბაზარზე. ბუნებრივია არსებობს სხვა თემებიც, რაც ორმხრივი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის უსაფრთხოების თემა, როგორც ჩვენი ქვეყნისათვის, ასევე ჩვენს რეგიონში. აღმოსავლეთ პარტნიორობა ეს არის საშუალება საქართველოს ჩვენი ქვეყნის ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისა. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კონკრეტული და წარმატებული ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. საგარეო პოლიტიკისა და საქართველოში ვიზიტების მხრივ საკმაოდ დატვირთული იქნება ოქტომბრის თვეც. აქ უკვე აქცენტი კეთდება საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლას სარკოზის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე. დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეს-სპიკერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე, ეკონომიკურ პრობლემებზე, ეკონომიკურ ვითარებაზე, ასევე ყურადღება გაამახვილდა რთველი 2011-ზე კახეთში მოსავლის ნაწილი უკვე აღებული არის. დაახლოებით ბოლო მონაცემებით 150,000 ტონა ყურძენია მოსავალი, თუმცა საბოლოო შედეგები უკვე რთველის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.